ესეც დღეშია სახლი, როცა ლილე მიდის დასაძინებლად. მოდით ახლა ეს ყველაფერი ჩვენ ავკრიფოთ. ახლა გაჩვენებთ სამლაგების დროს. რა ვიყიდეთ? ვუყიდე ლილეს სათამაშო. ეხლა ოთახში შევუტანე, იცით რომელი აქ რო იმაგრებ და კარტები როა და რომ უნდა გამოიცნო ვინ ხარ ან რა ხარ. ეგ ვუყიდე. ვიყავით Five Below-ში, სადაც თითქმის ყველაფერი $5 ღირს. მან ვუყიდე ეგ სათამაშო. მან ასევე ვიყიდე ესეთი ორი შუშის ჭიქა. ერთი არის ბალით. ცივი ყავისთვის ერთი არის ბალით და მეორე არის აი ესეთი. ესეც $5. აი ესეთი ბასანოჭკები. ესეც $5. რეზინა არის. დასაბანი ხელზე გასაკეთებელი ხელთათმანები რო არის ჩვეულებრივი. ეს $1 ღირდა. ესეთი. ჯამში დაგუჭდა. ყველაფერი $22. ეს ჩვენი სურათი. ვართ ახლა საქმეებზე ლილეს სკოლის საბუთი უნდა გავაკეთო სკოლის თავისი სკოლის რაღა იყო და სკოლის საბუთი უნდა გავაკეთო კლინიკაში. ლილე სადაც ვიყავს აღარ სხვაზე დაზღვევით. ხო და იქ მივდივართ და ჩემ პატარა საქმეებზე მივდივარ კიდე. მე გეგმავთ რომ გავასეირნოთ ლილე. როლიკები რო ჩავიცვა. როლიკები და დელი ყონა და მიჭიროს ხარ. როლიკები აქ წამოღებული და ეს რა ქვია, უნდა ვაკატაოთ, დავიკავოთ და ვაკატაოთ. ესეთი გეგმა აქვს. მე სტოუხასეთო თუ არა. მედია მოვალ ხასიათს, მოვალ აუცილებლად მოვალ ხასიათს. ცოტა ხანში. So you gotta cancel it out, then you gotta reschedule it. ველოდები ახლა რო გულზე გადამიღონ. ამას ყველა ურსულს უკეთებენ აქ. დარწმუნდნენ რომ ყველაფერი რიგზია. ველოდები დამიძახო. მე რა უნდა ჩავიდე პირველ სართულზე და იმედია შაქარზეც ავიღებ ტესტს, ანალიზი. ნახოთ. იმდენი ხანი ვიყავი კლინიკაში. თან შაქრის ანალიზი ხომ უნდა ჩავაბარებინა, შესაბამისად არ უნდა მეჭამა. და ახლა არის რომელი საათია რო არ შემეშალოს 4. ხო და ახლა ვართ ლესტონაში. 4 დაიწყო და დილიდან ვარ მშიერი არ წავა. ხო და ბავშვებო, სადღაც მივდივართ. თავი მისკდება, აი ძალიან ცუდად ვარ, ეხლა სოსვარი გადასული იყიდოს რამე საჭმელი. ყავა ცნობი იყიდო, უეჭველი რო ცოტა აზრზე მოვიდე ძალიან, აი ეს ბავშვი უფრო მოძრაობს ეთყობა, არ ვიცი რატომ, არა ესეთი შეგრძნება მქონა წეღან რო ვიჭექი ანალიზს რო ველოდებოდი. ამუტრიალდა თითქოს რა და მე მგონი ამუტრიალდა კიდეც ისეთი შეგრძნება მქონდა. ჩვენება ამოწიოდა. ხო და ძალიან ვარ დახლილი. ძალიან კლინიკაში. ის გამოვაღწია იქიდან. ლილეს მიყვანაც ხო იცით რომ მინდოდა რომ სკოლის საბუთის, მაგრამ ვერ მივიყვანა, აი გამოვიცხულე კიდე კაი რო საჩქარო არ არის, უბრალოდ თან გამოსული ვიყავი და მინდოდა რომ ბარე მომეგვარებინათ, რომ საჩქარო არ არის. 11 ივნისს უნდა მივიტანოთ ეს საბუთი. ხო და მანამდე მოვალ მე კლინიკაში და გავუკეთებ რა. არ არის ახლა ისეთ ჩემი საჩქარო იყო გულზეც და ანალიზის ჩაბარებაც ორივე გავაკეთე, რაც თავარია და ეხლა წავედით. მე მინდა Mama, what is it? No, ready. Alright, so that's what it's really. Sadrat beauty what?
რო იყოს გავერთო. არ გაგვიმართლა ძალიან ხარი არის. ხო და ახლა უნდა წავიდეთ ახალ პარკში არ გვენახია ყოველ და მამიკო და დედიკო ყოველ და ახალი გასავთონ ჩვენში წამიყვანე ბევრი რო იპოვან. და მეგონი სურპრიზი არის ჩემთვის. აი მე შეგიჭამს და ლოყებს. არა. აბა უთხარი კაი ადამიანი. კაი ადამიანი. ანდრია ფულობ შეინაჩქარი კოკორინა როგორც ეძახის და აქვს ყველგან. კოკორინა. კოკორინას ხო ეძახი. მანდარინ უგეშინია ხელებს მოკიდებს. მოვედით სახში, უკვე 1 საათია. ცოტა დავისვენე და ნელა რა დედი. ცოტა დავისვენე. ეხლა უნდა მივალაგო აუცილებლად. და ვეცდები რომ საჭმელიც გავაკეთო დღეს. ვეცდები.
ვიტყვი რომ ლამაზი ვარ, მაგრამ არა უშავს ჩვენს გადავივლებთ. ეხლა ლილე მოვაწესრიგოთ. ლოგინისთვის დავაწვინოთ და ჩვენ გავაგრძელოთ. შევალაგოთ. ეს გავრეცხოთ. წავიდეთ ეხლა. ლილე, წავიდეთ. ვანაში მოწესრიგდე და დავიძიროთ. წავიდეთ. ეხლა არის ჩემი ბანაობის დრო და მე აი ამ სარეცხის დაკეცვის დრო. ჯერ ვანაში წავიდეთ. დავბრუნდი, გადავივლე. ამოვყარე სარეცხი და დავიწყოთ დაკეცვა. Nuola, para che tavola il ponte. რა როგორ დავჭრათ? მოიტან მე ვინარ ნულებს შემაგებად იმანას ხოიცო და როგორ მოვიდო მე ხოიცი და ხავერ მოვა შეეჭამა მეუბნები ძალიან კარგი ამინდია ნუ ვერ ვიტყვი რომ ცხელა მაგრამ
საკმაოდ ესეთი გრილი ამინდია რა, მოსაცველი მაქვს წამოღებული და თუ შეგვრცილდება მოვიფარებთ. ოკეანის პირას არის ეს პარკი, ესე ვთქვათ, სადაც მაყალიც არის. აქ ერთხელ მაქვს აქედან ვლოგი დადებული, როგორც მახსოვს, აი, რამდენი მაგიდა დგას განახებთ. აი, აქეთ აფხონგი ცარიელია, აი ესეც ჩვენი ოკეანე, პლაჟის პირი. აქეთაც ბევრია. აქეთ არის ხალხი. ესე განახებთ ცებ. საერთოდ არ გეგმავდით, მაგრამ ძალიან ისე უცებ გადაწყდა. და წამოვედით, ლილე გამოვიყვანე ბაღიდან და წამოვედით აქ. ძალიან კარგია. ერთ-ერთი კარგი და სასიამოვნო განტვირთვის საშუალება. გინდა? კარგი. მოდი ცოტა დავისხათ მაგას ჩავას. მოდი, მომეცი. ერთი გაჯიკა მწარია ყვესა. არა. არა? რა. წაუმსვა ეხლა იქ ხეთავს. ო. აი. წაუმსვა. არა, გინდა? აი 3-4 ცალი მაქვს რა დაღაგები. ესე იგი დასრულდა ჩვენი ბარბეკიუ, ესე ვთქვათ. ეხლა მივდივართ ვიშლებით უბრალოდ. სასოს მეგობარმა ლილეს აჩუქა აკვარიუმი თევზების და რომ გადმოვიღებთ მანქანიდან და სახლში მივიტანთ. განახევთ თქვენ, სავარაუდოდ თევზებსაც ვიყიდით, იმიტომ რომ ლილეს ძალიან დიდი ხანია უნდა თევზები. და რახან ეს აკვარიუმი გვაჩუქეს, თევზებს ვიყიდით, ოღონდ არ ვიცი. დღეს ვიყიდით თუ როდის ვიყიდით, მაგრამ შეიძლება დღესაც ვიყიდოთ და შეიძლება ამ ვლოგში მოხდეს ეგ ამბავიც და მე ერთად ავაწყოთ სახლში აკვარიუმი, ნახოთ როგორი გამოვა. მელა, მომეცი?
თან მოდი დედა. ეს ნახე. ეხლა ვიშვა. აბა სად არის? ნახე ეს ხოფერია. ეგ არის კამელეონი თუ ამას მომდო. ეს ნახე როგორ დარბის. გაიყვიტო დედა. Hello. ეს რასიფათია. მეცმინა. მაგ საჭმელს სათუნოვი და კამელი. დაიკო ესეთი მოსპახში. ბახში გქო, ვიცი. დიდი გვაქვს. მიყავს მე ძალიან. მიყავს უები. მიკროფონს გავიკეთებ, მე მგონი უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ ვიყიდე და არასდროს არ ვიყინებ. იმედია კარგად ისმის ჩემი ხმა. აჰა, შევამოწმე ახლა ორი წამიანი ვიდეოთი, რომ ხო კარგად ისმოდა ჩემი ხმა. ესე იგი, ხო, რისი თქმა მინდოდა თქვენთვის აუცილებლად. როგორც ნახეთ, ვიყიდე საწოლი ზუსტად $97, რომელიც ღირებულებაც მანამდე იყო $140. მე გამიმართლა და ვნახე, რომ ფასდაკლება იყო სულ რაღაც 55 წუთით. ხო და რომ ნახე. რა თქმა უნდა, მაშინვე შევიძინეთ, იმიტომ რომ ახლა 40 და $50 ფასდაკლება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, როცა ბაუნსერი ღირს ზუსტად $40, ხო, პირობითად. ამიტომ დღესდღეობით ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის ეს ფასდაკლება. შევიძინე, მაშინვე არ დავფიქრებულ ვარ და მივხვდი, რომ ხშირად უნდა შევამოწმო Amazon-ის აქციები ხოლმე, მიგდებ გამიმართლოს კიდევ ესე. თუმცა დღეს მომივიდა იდეა, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის მეკითხა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ბრუკლინში მეორადების მაღაზიაში საბავშვო ეტლის შეძენა თავის ქარსით, თავის დასაწოლით, ხო, 3-1-ში ესე ვთქვათ. ხო და აქამდე არ მომფიქრებია და მივწერე ხელოვნურ ინტელექტს და მიპასუხა რამოდენიმე მაღაზიის ვარიანტი შემომთავაზა. სადაც აუცილებლად წავალთ მე და სოსო უკვე ივლისის შუა რიცხვებში, თითქმის რომ მოახლოვდება საკეისრო თარიღი. ჯერ ზუსტად თარიღი მიახლოებით ვიცი, მითხრა ექიმმა როცა გავიკეთებთ, მაგრამ ზუსტად ჯერ არ ვიცი. ივლისის დასაწყისში, შუა რიცხვებამდე წავალთ ამ მაღაზიაში, ვნახულებთ, რა მდგომარეობაშია ეტლები, როგორი ფასებია, საიტს გადავხედე და მისაღები ფასები დამხვდა, სურათებშიც ნორმალურად გამოიყურებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა საქმე მეორადს ეხება, უნდა ნახო ადგილზე უკეთესია.
ხო და წავალთ და აუცილებლად ნახავთ იქ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად წაგიყვანთ, როცა ეს მომენტი დადგება. თუ იქ არ მომეწონა, თუ რაღაცა ისეთი იყო, რა თქმა უნდა, მე უკვე გამოვიწერ Amazon-იდან ეტლს. თავარი გასავალი არის ეტლი და ეტლის ნაკრები და საწოლი. ჩემი გადმოსახედიდან. ლილეს შემთხვევაშიც მთავარი გასავალი იყო ეს, ყველაზე ძვირები ღირდა ეს იქ. აქაც ესეა რა, ტანსაცმელს ასე თუ ისე ბევრის ყიდვას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მაქვს უკვე გამოცდილება, რომ ელვისებური სისწრაფით იზრდება ბავშვი და შეიძლება ზოგი რამ ჩაცმაც ვერ მოასწროს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მე არ ვარ საქართველოში, ვარ ამერიკაში, სადაც არ შემიძლია სარეცხი გავრეცხო მაშინ, როცა მე მინდა. ამიტომ იმასაც ვფიქრობ, რომ რაიმე პატარა კომპაქტური სარეცხის მანქანა ვიყიდო, ბევრნაირი ვარიანტია. დასაკეცები, გასაშლელები, სარეცხის მანქანები რა. აი ბავშვის ბოდეებს რო თავისუფლად გარეცხავს და ბავშვის პლიონკებს რო თავისუფლად გარეცხავს, ხო? ესეთი ბევრნაირი საშუალება იყიდება აქ და ვნახოთ, გადავხედავ კიდე დაკვირვების პროცესში ვარ. ძალიან დამჭირდება. მე კონკრეტულად ბავშვისთვის რაიმე ესეთი მანქანა, რომელიც გამირეცხავს ბავშვის ტანსაცმელს. ხო, მაგასაც ვნახავ, თუ რამეს გადავწყვიტავ, თუ რამეს ვიპოვი და ან თქვენ თუ გაქვთ რაიმე გამოცდილება აქ ამერიკაში ვინც ხართ, ყველანაირ რჩევას და დარიგებას მივიღებ. ხო, სად გავჩერდი, რომ ტანსაცმლის ყიდვას ბევრს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა შეყოლება იცის. ეს გამოცდილება მაქვს უკვე ლილეზეც ძალიან შემიყოლიებდა ხოლმე, რომ ხედავდი ჩამოკიდებულს, გიჟდებოდი, ისიც მინდო და ეს ყველა დედის სენია, ესე ვთქვათ. მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ გავითვალისწინო ოჯახის ბიუჯეტიც, ისიც რომ ძალიან სწრაფად გაიზრდება ეს ბავშვი და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება ჩემი ბაიას გარშემო ახალ ამბებს, საწოლი როგორც კი მოვა, მე unboxing-ს არ გავაკეთებ. საწოლს გავხსნი ივლისში, ავაწყობ ივლისში და რა თქმა უნდა თქვენც ნახავთ ვლოგში. შემდეგი ამბავი არის თევზებთან დაკავშირებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაჩუქეს აკვარიუმი. თევზები ჩვენ თვითონ ვიყიდეთ. ცენტები ღირდა თითო თევზი. დოლარიც არ ღირდა თითო თევზი და ვიყიდეთ, რომ ლილე დიდი ხანია ელოდებოდა ამ აკვარიუმს და აჩუქეს და ჩვენც ვიყიდეთ თევზები და ნუ მოკლედ სახლი და ასე შემდეგ. სახლი შიგნით ჩასადგმელი რა, ნუ ქვები და რაღაც ხეები და ისინი მოყვა ნაჩუქარს. მაგრამ აღმოვაჩინე, არ ვიცი ეს ჩემი ჰორმონების ბრალია, ორსულობის ბრალია, არ ვიცი, მაგრამ აშკარად გრძნობ თევზის სუნს. ალბათ იმისი ბრალიც არის, რომ საკმაოდ პატარა მისაღები მაქვს და უფრო მეტად იგრძნობა სუნი. ჭირდება კიდევ ჰაერის ჟანგბადის ფილტრაცია აქვს, მაგრამ ეტყობა სხვა რაღაცებიც ჭირდება და მე არ ვაპირებ ახლა აკვარიუმზე ამდენი ფულის დახარჯვას, სიმართლე რო გითხრათ, რომ ისიც უყიდო, სუნიც მაწუხებს და სავარაუდოდ არ ვიცი ჯერ, შემდეგ ვლოგში გაიგებ რა დაემართება აკვარიუმს, სავარაუდოდ ან გავაჩუქებ, ვისაც შეიძლება ყიდვა საბოლოო ინვენტარის რო სუნი რამემ ჩაახჩოს, ან გადავაგდებ. იმიტომ რომ არ შემიძლია თევზის სუნი მით უმეტეს სახლში. ასე მგონია ბინძურია სახლი, ასე რომ არ ვიცი რა მოელის აკვარიუმს, სიმართლე გითხრათ, როგორი მომავალი ექნება, არ ვიცი. ეს რაც შეეხებოდა თევზებს, ლილეს დიდად გული არ დაწყდება, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ პირველი დღე იყო აღრთოვანებული და დღეს დიდად არ შეუხედია. ასე რომ ნახოთ, გადაწყვეტილებას მივიღებ და შემდეგ ვლოგში გადაგებინებთ. სხვა რისი თქმა შემიძლია, რისი ახალი ისეთი არაფერი აღარ ხდება ბავშვებო. ლაივებს ხშირად ვრთავ, ასე რომ გააქტიურეთ ძალისღილაკი, გამოიწერეთ არხი და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ჩემთან ერთად იყოთ ლაივში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემას განვიხილავთ ხოლმე და არა მხოლოდ 20 წუთით და 40 წუთით, როგორც ეს ვლოგები, არამედ საათით და 2 საათი, დღეს მაგალითად 2 საათი ვიყავი ლაივში. გავაკეთე კერძები, სახლიც მივალაგე სიტყვაზე და თან საქმეს ვაკეთებ ხოლმე და თან თქვენთან ესეთი უშუალო კომუნიკაცია მაქვს. ლაივებსაც თავისი დანიშნულება აქვს, ესე ვთქვათ. და ყველაზე მთავარი შემაჯამებელი, რისი თქმაც მინდოდა, დღეს გახდა
ჩემი არხი 4000 კაციანი გამომწერით, ესე იგი აღიჭურვა, უკვე 4000-ნი ვართ. ჩემთვის ეს ციფრი ყველაფრის გათვალისწინებით, რომ მე არ ვარ ისეთი ვლოგერი, ხო, რომელიც ყოველდღე გთავაზობთ ვიდეოებს, ყოველდღე გთავაზობთ კონტენტს, მე კვირაში ერთხელ ვდებ ვლოგს, თქვენ კარგად იცით და ვერ ვუწოდებ ჩემ თავს აქტიურ ვლოგერს, ხო? შემიძლია რომ უფრო მეტად აქტიური ვიყო და ალბათ ვიქნები კიდეც მოვამაგისტრო, მაგრამ ამჯერად ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ ჩემი გამომწერების რაოდენობით. კიდევ ერთხელ 4000-ივეს ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ ყველაფრის და მიუხედავად იმ ჩავარდნების მიუხედავად, როცა თუნდაც ტოქსიკოზის გამო იყო ჩავარდნა თვეები ვიდეო არ დამიდია. 1 თვე, 2 თვე, ხო? ნებისმიერი პასიურობის მიუხედავად, რასაც მე ზოგჯერ ვიწევ, მაინც ჩემთან რჩებით, მაინც მელოდებით, მაინც მიყურებთ, მაინც მე გაინტერესებთ. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით კიდევ ახალ გამომწერებს. დიდი იმედი მაქვს რომ დარჩებით ჩემს არხზე და დაგაინტერესებთ ჩემი მიმართულება, ესე ვთქვათ. ასე რომ ულოცავ საკუთარ თავს და ჩემს არხს 4000 გამომწერს და ვინც მომილოცავთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. ამით დავასრულებ ამ ვლოგს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო ვლოგი იყო ჩემთვისაც, ნამდვილად, ჩემთვისაც ერთ-ერთი საინტერესო ვლოგი იყო და მადლობა უფასრო მომცა ამ კვირაში იმის საშუალება, რომ მასალები მქონოდა. გადასაღები, ხო, ზოგჯერ არის, რომ აი ფაქტიურად არაფერი არ მოქვს გადასაღები და არ გამოდის ვლოგი ისეთი დახუნძლული, როგორიც მინდა და ყველა ვლოგერს უნდა რომ თავისი ვლოგი გამოვიდეს და ამ კვირაში მქონდა ასე თუ ისე იმის საშუალება, რომ ყოფილიყო საინტერესო მასალა თქვენთვის. კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის დიდი მადლობა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად ძალიან დიდხანს ვიქნებით და ძალიან ბევრ ეტაპს გავივლით მე და თქვენ ერთად. რაც შეეხება ძალიან მინდოდა კიდევ იმის აღნიშვნა, რომ გითხრათ, რომ თქვენ ჩემი ცხოვრების 10%-იც არიცით, რასაც მე ვანახებ. ყოფილა შემთხვევები, რომ უთქვამთ, რომ აი როგორ გითხრათ, საკმაოდ ზოგს დაკლებია რა გულწრფელობა ჩემგან, გამჭირვალეობა. მე აქედანვე გეტყვით და ალბათ აქამდეც მithქვამს, რომ ჩემს არხზე ამაზე მეც ვერასდროს ვერაფერს ვერ ნახავთ. რის თქმა მინდა ამით, რომ არ იქნება ზედმეტად გამჭირვალე არასდროს ჩემი არხი და ჩემს ცხოვრებაში არავის ხელებს არ ვაფათურებინებ, ხო? კი, გცემთ პატივს, ჩემი გამომწერები ხართ, მაგრამ უნდა ყოველთვის დაჯერდით იმას, რასაც შემოგთავაზებთ. თუ ვინმეს უფრო მეტი გინდათ, არ გაკმაყოფილებთ ეს, რასაც მე გთავაზობთ, არ არის პრობლემა, როგორც გამომიწერე, ისე გამიუქმე გამოწერა, არ არის პრობლემა მართლა. უბრალოდ იცოდეთ, რომ ზედმეტს ჩემთვის ზედმეტს ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაცაები, რასაც მე ზედმეტად ვთვლი, არ იყოს ზედმეტი, მაგრამ არ მინდა რაღაცები აითქვიფოს, ხო? ყველაფერს აქვს თავისი ზოლი, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი ცხოვრებაშიც, კონტენტის შექმნის დროსაც, ცოლქმრობაში, მეგობრობაში, აბსოლუტურად ყველანაირ სფეროში ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და მე მაქვს რაღაცა ბარიერები, რაღაცა საზღვრები, რასაც მე არ გადავლახავ და ზედმეტად ვერ ჩაგახედებთ ვერავის ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, ბევრი კითხვები გიჩნდებათ ხოლმე, გარკვეულ ადამიანებთან დაკავშირებით, გარკვეულ ცხოვრების ნაწილთან დაკავშირებით, მაგრამ არის რაღაცა თემები, რაზეც არ მსურს ლაპარაკი და ალბათ არც არასდროს მენდომება. ალბათ დამტკიცებით და ესე ვერ ვიტყვი, რომ არასდროს, მაგრამ ამ ეტაპზე მე შევიკავებ ბევრი რაღაცის თქმისგან თავს და ჩვენებისგან, იმიტომ რომ ჩემი სივრცეა, მაქვს უფლება ამისი, რომ ჩემი პირადი სივრცე შევინარჩუნო და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ ყველაფრის შეზღუდვების მიუხედავად, ჩემი კონტენტი მაინც იყოს თქვენთვის საინტერესო და რა ხდება კადრს მიღმა, როდის ვჩხუბობთ მე და ჩემი ქმარი, როდის ვშორდებით პირობითად, ხო? როდის ტირი ვარ და როდის ვიცინი ვარ და როდის რა პრობლემა მაქვს და როდის რა, ხო? ამ სიღრმეებში მე თქვენს გარევას არ ვაპირებ. და მინჯერი ასე აჯობებს ჩემთვისაც, ასე აჯობებს თქვენთვისაც, ჩემო ძვირფასებო.
ასე რომ ვინც ინტრიგას ეძებთ ჩემს ვლოგებში და ჩაიჭვიტებით ესე ცალითვაით ლიკამ იქნებ რამე წამოწდესო ლიკასო და იქნებ რამე ისეთი გვაჩვენოსო ლიკა საკმაოდ ჭკვიანია საამისოთ რომ ზედმეტი არაფერი არ წამოწდეს და ზედმეტი არაფერი არ აჩვენოს ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ლიკა რაღაცას გატყუებთ ლიკა რასაც განახებთ ყველაფერი არის რეალობა და რასაც არ განახებთ ეს ავტომატურად წყვილს არ ნიშნავს ხო უბრალოდ არ განახებთ ეს ჩემი შეგნებული გადაწყვეტილებაა ჩემო ძვირფასებო. სულ ამის თქმა მინდოდა მადლობა ყველას ყურებისთვის, ყურადღებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.